დღეს ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეა. ამ მოკლე ვიდეოში ვისაუბრებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საინაუგურაციო ტრადიციის ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ზოგადად ინაუგურაცია არის პირის მიერ ფიცის დადების პროცესი, რომელიც ჩვეულებრივ ხდება ოფიციალური ცერემონიის ან სპეციალური ღონისძიების სახით, რომელსაც ასევე თან შეიძლება ახდეს სხვა თანმდევი ღონისძიებები. სიტყვა ინაუგურაცია ლათინური სიტყვა აუგურიდან მოდის, რომლითაც აღინიშნებოდა ძველი რომაელი ქურუმების მიერ ჩატარებული რიტუალი, გამოხატული ფრინველების, ცხოველების ან ციური სხეულების ქცევაზე დაკვირვებით, რომლითაც ცდილობდნენ გაეგოთ არსებობდა თუ არა ღმერთების ნება, რომ ესა თუ ის პირი მიჩნეულიყო თანამდებობის დაკავების ღირსად. პირველი ინაუგურაცია ჯორჯ ვაშინგტონის მონაწილეობით შედგა 1789 წლის 30 აპრილს. ყველა შემდგომი ინაუგურაცია 1793 წლიდან 1923 წლამდე გაიმართა 4 მარტს. ამ წესიდან გამონაკლისი იყო ის წლები, როდესაც 4 მარტი დაემთხვა კვირას. ასეთ შემთხვევაში საჯარო ინაუგურაციის ცერემონია იმართებოდა ორშაბათს 5 მარტს. ეს მოხდა 4-ჯერ. 1937 წლიდან მეოცეს შეწყურების შედეგად ინაუგურაციის დღე გადავიდა 20 იანვარს. ინაუგურაციის პროცედურა რეგულირდება ტრადიციით და არა კონსტიტუციით. ერთადერთი კონსტიტუციურად აუცილებელი პროცედურაა პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, რომელიც შეიძლება შედგეს ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი დამსწრის მონაწილეობით. ტრადიციულად არჩეული პრეზიდენტი ჩადის თეთრ სახლში და შემდეგ მიდის კაპიტოლიუმის შენობაში მოქმედ პრეზიდენტთან ერთად. დაახლოებით შუადღის 12 საათის შემდეგ პრეზიდენტი დებს ფიცს ჩვეულებრივ შეერთებული შტატების მთავარი მოსამართლის წინაშე. საინაუგურაციო ტრადიციის შემადგენელი ნაწილია პრეზიდენტების საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლა. ეს ტრადიცია დაიწყო ჯორჯ ვაშინგტონმა 1789 წელს. ვაშინგტონის შემდეგ ყველა პრეზიდენტი გამოვიდა საინაუგურაციო სიტყვით. ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე გრძელი 8445 სიტყვისაგან შემდგარი სიტყვა წარმოთქვა უილიამ ჰენრი ჰარისონმა 1851 წელს. 1793 წელს ვაშინგტონის მიერ წარმოთქმული საინაუგურაციო სიტყვა კი შედგებოდა მხოლოდ 135 სიტყვისაგან და ითვლება, რომ იგი ყველაზე მოკლე სიტყვაა, რაც თქმულა. გამოარჩევენ 1865 წელს სამოქალაქო ომის დასასრულის დღეებში აბრაამ ლინკოლნის მიერ წარმოთქმულ სიტყვას, ასევე 1933 წელს რუზველტის სიტყვებს, რომ ერთადერთი რისიც უნდა გვეშინოდეს არის თავად შიში და 1961 წელს ჯონ კენედის სიტყვები, რომ ამერიკელებო, ნუ იკითხავთ, რა შეუძლია გააკეთოს თქვენმა ქვეყანამ თქვენთვის. კითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის. 8 შემთხვევაში, როდესაც ახალმა პრეზიდენტმა დაიკავა თანამდებობა მათი წინამორბედის გარდაცვალების გამო, მათ საინაუგურაციო სიტყვა არ უთქვა, მაგრამ თითოეულმა სიტყვით მიმართა კონგრესს მალევე. ტრადიციებს შორისაა საინაუგურაციო ლოცვა. სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული იყო ღვთისმსახურების ჩატარების დრო. წლების განმავლობაში გაიზარდა საინაუგურაციო ღონისძიების რაოდენობაც და მათთან დაკავშირებული დროც. თანამედროვე ზეიმები, როგორც წესი, მოიცავს 10 დღეს, რომელიც როგორც წესი იწყება ინაუგურაციამდე 5 დღიდან და გრძელდება ინაუგურაციის შემდეგ 5 დღეს. 1953 წლიდან საინაუგურაციო ტრადიციაა ეგრეთ წოდებული საინაუგურაციო ლანჩი. ტრადიციაა ასევე საზეიმო ბალი. იგი არის დიდი შეკრება სპეციალური ეგრეთ წოდებული დრეს-კოდებით და იგი ტარდება ინაუგურაციის დღის საღამოს ვაშინგტონის რაიონში. ტრადიციას წარმოადგენს ასევე პრეზიდენტის მედლის დამზადების წესიც, რომლის დატვირთვაც სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული იყო. როგორც აღინიშნა, პრეზიდენტის მიერ ფიცის წაკითხვა ერთადერთი კომპონენტია ამ ცერემონიაში, რომელიც დადგენილია ამერიკის კონსტიტუციით. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კონსტიტუციური მოთხოვნა, შეერთებული შტატების მთავარი მოსამართლე იღებს პრეზიდენტის ფიცს. მთავარმა მოსამართლემ ლეგენდარულმა ჯონ მარშალმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მთავარმა მოსამართლემ პრეზიდენტის ფიცი 9-ჯერ ჩაიბარა. პირველი იყო თომას ჯეფერსონის ფიცი 1801 წელს, უკანასკნელი კი ენდრიუ ჯექსონის, როდესაც მან დაიწყო მისი მეორე ვადა 1833 წელს. არაერთგვაროვანია საინაუგურაციო ადგილიც. 1981 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის შემდეგ ცერემონია იმართება შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის დასავლეთ მხარეს.
1829 წლიდან 1977 წლამდე ფიცის დადების ცერემონიების უმეტესობა იმართებოდა კაპიტოლიუმის აღმოსავლეთის პლატფორმაზე. სხვადასხვა დროს იგი ასევე გაიმართა ძველი სენატის პალატაში, წარმომადგენელთა პალატისა და კაპიტოლიუმის როტონდაში და ასე შემდეგ. უახლესი ინაუგურაცია, რომელიც კაპიტოლიუმში არ ჩატარებულა, იყო ფრანკლინ რუზველტის მეოთხე ინაუგურაცია 1945 წელს, რომელიც გაიმართა თეთრ სახლში. ექსტრაორდინარულ სიტუაციაში ფიცის დადების ცერემონიალი უბრალოა და ხდება სასწრაფო წესით საგანგებო ვითარებაში. ეს შეერთებული შტატების ისტორიაში 9-ჯერ მოხდა. 8 შემთხვევაში იგი მოხდა წინა პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას გარდაცვალების გამო, ხოლო ერთი წინა პრეზიდენტის გადადგომის გამო. და აქვე რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ინაუგურაციების ისტორიიდან. ჯორჯ ვაშინგტონი ნიუ-იორკში 1789 წლის 30 აპრილს ჩავიდა დიდი აჟიოტაჟის ფონზე და მას ძალიან ბევრი ხალხი დახვდა. როდესაც ვაშინგტონი ფედერალურ დარბაზში მივიდა, აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებს დაავიწყდათ ბიბლია და იგი სასწრაფო წესით ახლომდებარე მასონური ლოჟიდან მოიტანეს. ჯონ κουინსი ადამსმა კი ფიცი დადო არა ბიბლიაზე, არამედ კონსტიტუციაზე. ყველა არჩეულ პრეზიდენტს ფიცი ვაშინგტონში არ დაუდია. ჯორჯ ვაშინგტონმა თავისი პირველი ფიცი დადო 1789 წელს ნიუ-იორკში ფედერალურ დარბაზში. მომდევნო წელს დედაქალაქი ფილადელფიაში გადავიდა, ამიტომ ვაშინგტონმა 1793 წელს მეორე ვადით ფიცი დადო სენატის კონგრესის დარბაზში. ჯონ ადამსმა ფილადელფიაში კონგრესის დარბაზში ფიცი დადო ასევე 1797 წელს. მას შემდეგ ყველა არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი დადო ვაშინგტონში, 4 ვიცე-პრეზიდენტმა კი ფიცი დადო ვაშინგტონს გარეთ მოქმედი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ფიცი მხოლოდ 35 სიტყვისაგან შედგება, ხდება შემთხვევები, როცა იგი შეეშალათ. მაგალითად, ბარაკ ობამას ამის გამო მეორე დღეს კაპიტოლიუმის კიბეებზე მთავარი მოსამართლის ჯონ რობერტსისა და რამოდენიმე პირის თანდასწრებით ფიცის გამეორება დასჭირდა. ლინდონ ჯონსონი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც მეუღლეს სთხოვა ბიბლიის დაჭერა ფიცის დადებამდე. მანამდე კონგრესის ერთობლივი ინაუგურაციის კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი ასრულებდა ამ მისიას. მას შემდეგ ყველა პრეზიდენტი მიყვება ამ ტრადიციას. მელანია ტრამპიც, როგორც 8 წლის წინ ასრულებს ამ მისიას. ყველაზე ცივი ინაუგურაციის დღე იყო რონალდ რეიგანის მეორე ინაუგურაცია. 1985 წლის 21 იანვარს იმდენად ციოდა, რომ მან ფიცი დადო ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში და ამავე მიზეზით გაუქმდა ტრადიციული ინაუგურაციის აღლუმიც. პირველი ინაუგურაცია დაინიშნა მარტში, მაგრამ არ ჩატარდა 1789 წლის 30 აპრილამდე, რადგან კონგრესმა დროულად ვერ დათვალა საარჩევნო ბიულეტენი. ინაუგურაცია გადაიდო იმის გამოც, რომ არჩეულ პრეზიდენტს ჯორჯ ვაშინგტონს მისცემოდა საკმარისი დრო, რაცა გამგზავრებულიყო ვირჯინიის სახლიდან ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქ ნიუ-იორკში. ჯორჯ ვაშინგტონი ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის ინაუგურაციაც ორ დედაქალაქში, ნიუ-იორკის ფედერალურ დარბაზში 1789 წელს და კონგრესის დარბაზში ფილადელფიაში 1793 წელს შედგა. აბრაამ ლინკოლნის მეორე ინაუგურაციაზე 1865 წელს შავკანიანმა მამაკაცებმა და ქალებმა პირველად გაიარეს საინაუგურაციო აღლუმზე. და ბოლოს ფრანკლინ დელანო რუზველტი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც 4-ჯერ იქნა არჩეული და ფიციც 4-ჯერ დადო. 1932, 1936, 1940 და 1944 წლებში, სანამ საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი დაწესდებოდა.